თავდაპირველად მოგახსენებთ იმას, გეტყვით იმას, რომ ჩემი დღევანდელი გადაცემა ფორმულაზე და ჩემი ხვალინდელი გადაცემა ფორმულაზე, ანუ კონტექსტი არ იქნება ეთერში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ არ მოგაწყენთ, არ შეგაწყენთ, ასე ვიტყვი და სახლიდან კი რამდენიმე ვიდეო ბლოგს შემოგთავაზებთ დღესაც და ხვალაც. ახლა ასე დავსვათ კითხვა თქვენის ნებართვით. წარმოიდგინეთ, რომ არის მაგალითად 2011 წელი ან 2012 წლის დასაწყისი. და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილმა პერსონალურად, მისმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა მთავრობამ, მისმა ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ქიმიური იარაღი დაუპირისპირა. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ვითარებაა შექმნილი. რა სიტყოდით თქვენ ამ შემთხვევაში, უშუალოდ თქვენ ოპონენტები მიხეილ სააკაშვილისა და რა სიტყოდა მაშინ პოლიტიკური ოპონენტი მიხეილ სააკაშვილისა, პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა და 1 ოქტომბრისთვის, 2012 წლის 1 ოქტომბრისთვის ემზადებოდა. მარტო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არ არის საქმე. ქიმიური იარაღი რომ იყო გამოყენებული ახლა 2024 წელს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს პრინციპში უკვე დადასტურებული ამბავია. მოდი სხვაგვარად დავსვავ კითხვას. წარმოვიდგინოთ, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ მაგალითად 2011 წლის მაისში, როცა ნინო ბურჯანაძემ გამართა დიდი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, ან 2011 წლის ნოემბერში, ან 2012 წლის იანვარში, 2012 წლის თებერვალში, ასე მაგალითად მარტში, აპრილში. წარმოიდგინეთ, რომ BBC-მ ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება. გააკეთა დიდი ვიდეო მასალა, მოცულობითი საკმაოდ და ძალიან კვალიფიციური და აგრეთვე გადაწერეს BBC-ის ჟურნალისტებმა შესაბამისად სტატიაც. რას იტყოდა ამ შემთხვევაში ბიზიდა ივანიშვილი? ბიზიდა ივანიშვილი ხომ არ იტყოდა, რომ BBC არის fake news-ების ავტორი. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაც კი ვერ იტყოდა ამას, ვერავინ იტყოდა ამას, გარდა საქართველოს ხელისუფლებაში უკვე შემდგომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოსული პოლიტიკური ძალისა, ანუ ქართული ოცნებისა. ქართული ოცნება სწორედ 24 წლის ამბებზე ამბობს, რომ BBC არის Deep State-ის საცეცი თუ Deep State-ის იარაღი. ქართული ოცნება ამბობს, რომ Deep State-ი ებრძვის საქართველოს. Deep State-ის საცეცი იარაღი BBC არის fake news-ების გამავრცელებელი, აბსურდების, ტყუილების გამავრცელებელი. ეს ის BBC, რომელიც ჯერ ერთი ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რაც არ უნდა თქვას და ვინც არ უნდა თქვას. ტრამპი ხომ ამბობს, რომ BBC არის fake news-ების გამავრცელებელი. დამოუკიდებლად იმისა, თვით პრეზიდენტი ტრამპი რას ამბობს, BBC მაინც ძალიან რეპუტაციული, ძალიან სანდო, ძალიან კვალიფიციური მედია საშუალება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არ ცდება პერიოდულად, არ ნიშნავს გასმით ვამბობ ამას, მაგრამ BBC-ს და მედია საშუალებებს დასავლეთიდან ჩვენი მედია საშუალებებისაგან ან არადემოკრატიული ქვეყნების მედია საშუალებებისაგან ის გამოარჩევს, რომ ისინი თუ ცდებიან, როცა ცდებიან, მალევე გამოასწორებენ ხოლმე თავის შეცდომას და ბოდიშსაც იხდიან და გარკვეულ შემთხვევებში სასამართლოებშიც კი, როცა მიდის საქმე, ისინი მარცხდებიან ამ სასამართლოებში. წავიდეს ქართული ოცნება სასამართლოში ბრიტანეთის, დაიწყოს მტკიცება, რომ ის უდანაშაულოა, დაიწყოს მტკიცება, რომ არანაირი ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია ქართველი მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში BBC თუ დაამტკიცებს ქართული ოცნება ამას, BBC რასაკვირველია მოიხდის ბოდიშს და ვინც ის იქნება კომპენსაციას კი გადაუხადოს მართველ პოლიტიკურ ძალას თუ ზოგადად საქართველოს ხელისუფლებას. მაგრამ მე ვუბრუნდები ისევ 2011 წლის შესაძლო არასწორი სიტყვა, აი თეორიულად წარმოსადგენ ამბავს 2011 თუ 12 წელს ბიზიდა ივანიშვილი რას იტყოდა იმ შემთხვევაში თუ სწორედ BBC ან რომელიმე დასავლური მედია საშუალება ამგვარ კვალიფიციურ გამოძიებას დადებდა, გამოაქვეყნებდა და იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას
და დანაშაულებდა ქიმიური იარაღის გამოყენებაში. ბიზინა ივანიშვილი რაც საკვირველია ითხოვდა, რომ BBC არის მეტად ავტორიტეტული მედია საშუალება და მას უნდა ვენდოთ. ხოლო მიხეილ სააკაშვილის ესა თუ ის განცხადება BBC-ს წინააღმდეგ არის რასაკვირველია ტყუილი და თავის გაძრენის ან ვითარებიდან გამოძრობის ერთგვარი მცდელობა თუ ერთგვარი სურვილი. ეგ კი არა 2012 წლის სექტემბრის 18-ში თუ 19-ში, როდესაც გამოქვეყნდა კარანტინის ციხეში მიმდინარე ამბების თაობაზე კადრები, ბიზინა ივანიშვილმა ისიც კი ხელზე დაიხვია, მერე დადასტურდება, რომ უხეშად 80% თუ 70% იმ ამბებისა, იმ კადრებისა იყო დადგმული, იყო ტყუილი, იყო მართლა ფეიქი. მერე დადასტურდება, რომ ასე მაგალითად რაფალიანცის ასე ერქვა, ხო, რაფალიანცის საქმე საბოლოო ჯამში იყო ქართული ოცნების მოგონილი ამბავი, დადგმული და მოგონილი ამბავი და მერე გამოყენებული ამბავი. მერე დადასტურდება, რომ კადრები ცოცხებისა ასე მაგალითად არ კადრები სხვაგვარი იყო ქართული ოცნების ფაბრიკაცია, მაგრამ ის ფაბრიკაციებიც 18-19 სექტემბერს აშკარავებული. ბიზინა ივანიშვილმა გამოიყენა და მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ის რაც ხდებოდა იმჟამინდელ საპატიმროში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ზოგადად წინა ხელისუფლების დროს იყო დასაგმობი, იყო წინა ხელისუფლების მზაფრი კრიტიკის საფუძველი, იყო ისეთი ამბები ხდებოდა მაშინ, რომ წინა ხელისუფლებას ამის გამო უნდა დაპირისპირებოდი, აბა რა უნდა გექნა, მაგრამ ეს ამბავი რაც ხდება, ანუ ქიმიური იარაღის გამოყენება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ბევრად, ორჯერ და სამჯერ კი არა, ბევრად მეტია, ბევრად უარესია, ვიდრე ამბები, რომლებიც ხდებოდა 2012 წლამდე, მაგალითად 10-დან, 9-დან, 11-ში, 12-ში, თუნდაც ამიცი 8-ში თუ გნებავთ და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც კი ჩაუდენია ოდესმე დამოუკიდებელ საქართველოში, ნებისმიერ ხელისუფალს, საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის სწორედაც რომ ქიმიური იარაღის გამოყენება. ახლა ისმის კითხვა, გამოიძიებს თუ არა უშუალოდ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება კონკრეტულად ბაბუკა მდიდარაძის უწყება ამ ამბავს. და თუ გამოიძიებს, ბრჭყალებში დასაკვირველია, ანუ გამოძიების დასკვნა თუ იქნება ცნობილი საზოგადოებისათვის გარკვეული პერიოდის შემდეგ, რამდენად ობიექტური იქნება ის გამოძიება. წარმოუდგენელი და შეუძლებელია დამნაშავემ საკუთარი თავის გამტყუნება დაიწყოს ან გამამტყუნებელი გადაჩენი თუ გამოძიების აქტი თუ გამოძიების დოკუმენტი დადოს გარკვეული პერიოდის შემდეგ. წარმოუდგენელია, რომ ბაბუკა მდიდარაძე, რომელიც მაღალი ალბათობით საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ქიმიური იარაღს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან ზოგადად ხელისუფლება, ბაბუკა მდიდარაძემ საკუთარი თავისთვის მაზიანებელი დოკუმენტი, ან მისი კოლეგებისთვის დამაზიანებელი დოკუმენტი დადოს. აქედან გამომდინარე, ჩემი მოსაზრებით, მაღალზე მაღალი ალბათობით ისინი ახლა დაკავებულნი არიან არა გამოძიებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით კონოტაციით, არამედ ისინი არიან დაკავებულნი ფაქტების მიჩქმალვით. კერძოდ, მათ უნდა გააქვთ ყველა დოკუმენტი, დამოუკიდებლად იმისა, რომელ წელს არის ეს შეძენილი ეს ქიმიური ნივთიერებები, მანამდე მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე თუ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ უნდა გააქვთ არა მხოლოდ ფიზიკური დოკუმენტები, ანუ ქაღალდები, ფურცლები, რომლებზეც დატანილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ ან სხვამ შეიძინა ქიმიური იარაღი, რომელიც ამ კოდის ქვეშ არსებული 34-39, არამედ უნდა გააქვთ ყველა ელექტრონული, რაც მისივე დოკუმენტიც, რაც ფრიად რთულია, აგრეთვე ისინი უნდა შევიდნენ და უკვე მაღალი ალბათობით შესულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა მხოლოდ ცენტრალური შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სხვაგანაც, სადაც კი საწყობები და ვარაგები აქვს იმ სივრცეებში და ცდილობენ, რომ ამოიღონ და გაანადგურონ ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მათ გამოიყენეს 2024 წლის
ნოემბერ-დეკემბერში. მაგრამ ეს არ გამოუვათ მეთქი, იმიტომ ვიტყვი ამას, რომ თავადვე დაადასტურეს პრინციპში კობახიძემ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ წასცდა, თუნდაც ასე ვიტყვი. თუნდაც ვიტყვი, რომ შეგნებულად ან შეუგნებლად დაადასტურა, რომ UN 34-39-ის ქვეშ არსებული ქიმიური იარაღი არ აკამიტი, არამედ სხვა თუნდაც იარაღი მათ გამოიყენეს. იარაღი გამოყენებული იყო. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა გამოეყენებინათ, ამ კოდის ქვეშ არსებული ქიმიური ნივთიერებებიდან, ქიმიური იარაღიდან, ნებისმიერი არის ერთი მეორეზე უარესი. ანუ თუ არ გამოიყენეს კამიტი და გამოიყენეს ნებისმიერი სხვა, ის კამიტზე შესაძლოდ კამიტზე უარესია. თუ არ გამოიყენეს ის სხვა და გამოიყენეს კიდევ სხვა, ის კამიტზე ან სხვაზე უარესია. ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან და მეორე სცენარი აქვს, რა საკვირველია შემუშავებული. ეს არის სცენარი კიდევ უფრო საინტერესო, ან არანაკლებ საინტერესო. ეს არის ეგრეთ წოდებული მეისრეების, მოძიების სურვილი ვინმესთვის ამ ყველაფრის გადაბრალების სცენარი. ეს შეიძლება ეს ვინმე იყოს ჩვეულებრივი მეისრე, საწყობის გამგე, დარაჯი. მაგრამ რასაკვირველია ხდებიან, რომ საწყობის გამგე და დარაჯის გადმოგდების შემთხვევაში, მათზე პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს, დასცინებს მათ. ამიტომ უფრო ზედა ეშელონებისკენ უნდა აინაცვლონ და შესაბამისად გედედეს თანამშრომლები და არათუ თანამშრომლები, არამედ გედედეს ყოფილი უფროსი ხარება, ხარაზიშვილიც კი უნდა დასაჯონ, მაგრამ ქართული საზოგადოება არც ხარაზიშვილის გადმოგდებას, ბარტყად გადმოგდებას მიიღებს. მაღალზე მაღალი ალბათობით კი არა 100%-იანი რწმუნებით შეიძლება ამის თქვა. ისაა ქართული საზოგადოება არ მიიღებს არც გომელაურის თავს და არც სხვა თანამდებობის პირების შემოწირვას, ასე ვიტყვი. მეცაც გეტყვით ირაკლი კობახიძემ რომ აიღოს საკუთარ თავზე და თქვას, რომ მე გავეცი განკარგულება ამ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზეო და შესაბამისად გადადგეს, ესეც არ იქნება გამოსავალი და გეტყვით რატომაც. იმიტომ რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ვიზიდა ივანიშვილის მიერ იქნება შერჩეული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და პაპუაშვილი ბანდიტის მიერ დამტკიცებული ახალი შემადგენლობა მთავრობისა, უკლებლი ყველასი, ეგ რა მაგის პასუხია, ანუ მთავრობის თავმჯდომარედ დაწყებული ნებისმიერი რიგითი მინისტრი დამთავრებული, რომც დაამტკიცოს პაპუაშვილმა, რომც შეარჩიოს ივანიშვილმა და დაამტკიცოს მერე პაპუაშვილმა, ჩვენ არ აგვაქვს გარანტია, რომ რომელიმე კრიზისული ვითარების დროს უშუალოდ მიზიდა ივანიშვილი არ მიიღებს კიდევ ერთხელ გადაწყვეტილებას სხვა ან მაგვარი ან ამავე ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე. რა მნიშვნელობა აქვს გვარად პრემიერ-მინისტრი იქნება კობახიძე, თუ ნებისმიერი სხვა გვარის წარმომადგენელი. ლაპარაკია ხო მარიამ ქვრივიშვილზე, იქ რაღაც იაპონიაში საქართველოს ელჩზე, რაგვარიც არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა ნებისმიერი პირი ყველაზე უფრო კრისტალური სადახავთ, მაგრამ მაინც რომ მოვიდეს თანამდებობაზე, ისის უსიტყვო შემსრულებელი იქნება მიზიდა ივანიშვილის განკარგულება, სიტყვიერი განკარგულებებისა და ბრძანებებისა. აქედან გამომდინარე, არც პირველი სცენარი ვარგა, პირველი სცენარი ამბების მიჩქმალვის, დოკუმენტების მიჩქმალვის, გადამალვის თაობაზე და არც მეორე სცენარი ვარგა, რომლის თანახმადაც ვინმე უნდა შეეწიროს მაღალი თანამდებობის პირები, თვით კობახიძეც კი ამ ამბავს გამოსავალი, როგორც ასეთი მიზიდა ივანიშვილს არ აქვს. მესამე გამოსავალი, თეორიული, არის სრული დიქტატურის დამყარების მცდელობა, მაინც ასე ვიტყვი. ანუ შემოვარდნა სახლებში იმ დაახლოებით 3000, 5000, 10000 მოქალაქესთან, ვინც ამ თემაზე ლაპარაკობს, ყველას დაპატიმრება პირდაპირ მნიშვნელობით. ყველას სასამართლოს სუდა ისლედствиაო რუსები რო ამბობენ, ხო? გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე გაშვება საპატიმროებში, ხელების გადაგრეხვა და რა მედია საშუალებების დახურვა პარალელურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ინტერნეტს ხო ვერ დახურავს. ამ 10000 შესაძლოა ეს ხო წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც 5 თუ 10000 ახალი სინდისისა და პოლიტპატიმრის გაჩენის შემთხვევაში მეორე 10000 რა არ გამოასპარეზზე ისინი, რომლებიც დღეს ხმადაბალდი არიან. მიზიდა ივანიშვილი ხვდება, რომ ეს არ არის კიდევ ერთხელ ხვდება, არ წმუნდება იმაში, რომ ეს არ არის ბელარუსი, ეს არის
დამოუკიდებელი საქართველოს პროტესტის ისტორია ან ზოგადად ისტორია ბოლოდროინდელი მოიცავს პროტესტს ბოლოდროინდელი ისტორია, ხოლო პროტესტის ისტორია არის საკმაოდ მძლავრი, საკმაოდ კარგი, საკმაოდ პოზიტიურად შეესაბამებელი ყოველ შემთხვევაში ქართველი ხალხი ყოველთვის, როცა ნამდვილ პროტესტზე გამოდიოდა, ის ქართველი ხალხი გამოდიოდა დიქტატურის, რუსეთის, აქ ნეობოლშევიზმის დაბრუნების წინააღმდეგ ღირსების აღდგენისათვის გამოდიოდა, თავისუფლებისათვის გამოდიოდა, სახელმწიფოს გაძლიერებისათვის გამოდიოდა და ასე შემდეგ. ბიზნესს ეს ვერ გაუგია, მას გონია რომ რაღაცა ბევრი ფული აქვს და რაღაცა მიხეილ სააკაშვილის მოცილებაში ლობის წვლილი შეიტანა, აქედან გამომდინარე, მას უნდა ევლებოდეს გარშემო უკლებლივ ყველა მრავალი ათეული წლის მას და მის ოჯახს უნდა ევლებოდეს ყველა მრავალი ათეული წლის განმავლობაში. ამიტომ ბიზნეს ივანიშვილს გამოსავალი არ აქვს, გაგიკვირდებათ და მან არჩევნებიც რომ დანიშნოს და იმ არჩევნებში ქართული ოცნება გადახალისებული თუნდაც რომ მონაწილეობდეს, ანუ რომ თქვას რომ ევუშებ კობახიძესა და ამ ბანდიტებს და მომყავს სხვები, რომლებიც ახლა მოცემულ ეტაპზე ბანდიტები არ არიან, მაგრამ უთუოდ გაბანდიტდებიან ბიზნეს ივანიშვილის ხელში და პირობებში, ამ არჩევნებსაც ბიზნეს ივანიშვილის მიერ დანიშნულს ქართველი საზოგადოება არ მიიღებს, ქართული საზოგადოება არ მიიღებს, მანამ სანამ ქართული ოცნება საერთოდ არ იქნება აკრძალული, ალბათ სწორი სიტყვაა, მაგრამ თუნდაც სხვაგვარად ვიტყვი. მანამ სანამ არ დამწუნდებით, რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებში მონაწილეობას საერთოდაც ვერ იღებს, როგორც ბანდიტური, რუსული ამასთან, რუსული ბანდიტური და ბანდიტურ და რუსულს ვინჩივის, თურმე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამომყენებელი პოლიტიკური ძალა ახლა განზე გადგომა, ასე მაგალითად ნინო წილოსარის მხრიდან, რომ მე არ ვიცოდი, ცხადი არ იცოდა ნინო წილოსარმა მაგა ბოჭორიშვილმა, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ, რამდენადაც არიან ისინი ამ პოლიტიკური გუნდის წევრები. კიდევ ერთხელ დაუბრუნდები კითხვას. მაშ, მეგობრებო, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილს რომ გამოიყენებინ, არ გაჩენილი იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მორიგი დემონსტრაციის დარბევისას გამოიყენა ქიმიური იარაღი. რას იზამთრით თქვენ? რომ გამოჩენილი იყო BBC-ს და ხო გამოჩნდა, მაგრამ BBC-ს სტატია ამასთან დაკავშირებით, რას იზამთრით თქვენ? იტყოდით თუ არა, რომ ეს არის მკვლელი ხელისუფლება, რომელიც აგე თურმე ქიმიურ იარაღს იყენებს. BBC, თვით BBC ამტკიცებს ამას, მიგვანიშნებს ამაზე, აგე თურმე ქიმიურ იარაღს იყენებს ქართველი მოქალაქეების, საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ. იტყოდით, რა საკვირველია, ახლა მე დავსვავ თქვენთვის კითხვას, რა უარესია სასწორი სპინაზე რომ შეაგდო ადამიანის უფლებათა დარღვევა თუნდაც საყოველთაო უცუდესი ამბავი. არავინ არ ამართლებს, არავინ არ მისტირის, რა საკვირველია, ხდებოდა საპატიმროებში განსაკუთრებით ის, რაც ხდებოდა. არანაირი გამართლება იმას არ აქვს. რა საკვირველია, შესადარიც არ არის, ანუ სასწორი სპინაზე შესაგდებიც არ არის. მაგრამ დანაშაულის კატეგორიის, დანაშაულის სიმძიმის თვალსაზრისით ქიმიური იარაღის გამოყენება არ არის და ვერც შეიძლება იყოს, არც შეიძლება იყოს ეროვნული მასშტაბის დანაშაული. ის სისხლის სამართლის დანაშაული, კარანტინი თუ ადამიანის უფლებათა დარღვევა წინა ხელისუფლების დროს იყო ეროვნული მასშტაბის დანაშაული, დასაგმობი და პოლიტიკურ პასუხისმგებლობა და შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დასაკისრებელი დანაშაული ცალკეულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, თუმცა ბევრი უშუალო დამნაშავე ამ ხელისუფლებამ პირდაპირ მნიშვნელობით ესეთი სიტყვა რომ არსებობს შეიზილა, ანუ თავისკენ გადმოიყვანა. მაგრამ ამაზე ამ კუთხით აღარ ვლაპარაკობ. ახლა მე ვლაპარაკობ, რომ ეს დანაშაული ქიმიური იარაღის გამოყენება არის დანაშაული ომისა და არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ბიზნეს ივანიშვილმა რამდენიც არ უნდა იხლაფორთოს, ბიზნეს ივანიშვილი ამ ვითარებას ვერ დაუძვრებ. მე არ ვამბობ, რომ ბიზნეს ივანიშვილის დასასრული მოახლოვდა ჯერ ეგეთი დასაკვირველია, მაგრამ ახვალ მარტში პირობითად, თებერვალში, აპრილში მოხდება, ვერ გეტყვით. ძალიან უდაბუსო უნდა იყოს კაცი, რომ ახლა ასეთი პროგნოზი გამოთქვას, მაგრამ დღითი დღე რომ უახლოვდებით ბიზნეს ივანიშვილის დაისის ანუ
დასასრულის დასაწყის ეს კი ფაქტია. როგორ უნდა გამოიძვრინოს თუნდაც რუსების დახმარებით თავი ბიზიდა ივანიშვილმა მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი. გუშინ ცოტა ნახევრად ხუმრობინ თქვი. ერთ დღეს ჩვენ შეიძლება გავიღვიძოთ და ჩვენმა მეზობელმა თქვას რომ არც ეს არ არის გამორიცხული. თქვას ამგვარი რამ რომ ბიზიდა ივანიშვილი პერსონალურად ოჯახთან ერთად ირაკლი კობახიძე ოჯახთან ერთად, კახა კალაძე ოჯახთან ერთად და კიდე სხვები უბრალოდ გაქრნენ. ახლა მინდა დანიშნოს არჩევნებია გამოსავალი. არჩევნები უნდა დანიშნოს. გაგიკვირდებათ და თქვენ ხომ არ მოგწონთ და უმრავლესობა თქვენგანი არ ბევრი თქვენგანი აკრიტიკებს. მაგრამ ერთადერთი ლეგიტიმური პირი ვინც არჩევნები უნდა დანიშნოს და არჩევნებია გამოსავალი და არაფერი სხვა. ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მანამდე დამარცხების შემდეგ არჩევნები უნდა დანიშნოს სალომე ზურაბიშვილმა. კრიზისიდან გამოსვლა თუ გვინდა ეს არის გზა. თუ გვინდა რომ უფრო შევტოპოთ და საშინელებები დატრიალდეს ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში უნდა დავდუმდეთ. ან ვეცადოთ რომ გადავარჩინოთ ბანდა ხელისუფლება. ან ვეცადოთ კი არა ავხსნათ ხელისუფლების ეს ქმედება ასე თუ ისე. ან თქვათ ვიმეოროთ რომ არ გვჯერა ეს ყველაფერი. არ გვჯერა და ასე შემდეგ. დაჯერებაზეც არ არის საქმე. ფაქტია რომ გამოძიება მიმდინარეობს წყალებში გამოძიება და ფაქტია რომ მათ ჯერჯერობით არ უთქვამთ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. რაც არ უნდა თქვას ბანდიტმა ბაბუკა მდიდარაძემ იქნება არსებითი ტყუილი. ნახვამდის.